როგორი ბიჭები მოგწონთ? ვიზუალზე, ესე კონკრეტულად არ დავასახელებ, მაგრამ როგორც ასეთ პერსონალიტი რო ვიგულისხმოთ, ეს იქნებოდა ალბათ პირველ რიგში საზოგადოებაში რო ზრდილობიანი მოქცევა ქონდეს. მეორე ოჯახის მიმართ რო კარგ დამოკიდებულებაში იყოს და მესამე პატივისცემა რო ქონდეს ადამიანების მიმართ და სიტყვა პასუხი არ იშლებოდეს. ზრდილობაზე გააჩნია თუ ვინმე არ იმსახურებს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შემდეგ უნდა გადააბიჯოს ამ ყველაფერს. ვიზუალურად როგორ უნდა გამოიყურებოდეს? არის ესე კონკრეტული არ მაქვს ვიზუალზე არ მიყვარს ქუჩური ტიპის ბიჭები. ამას დავაკონკრეტებ. როგორი ბიჭები მოგწონთ? შემიძლია რომ ჩემი ქმარით დავახასიათო. შავგვრემანი, მაღალი, იდეალური უბრალოდ არ ვიცი. სხვაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ვიზუალია უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის თუ შინაგანი სამყარო? ბავშვები ახლა მაგის შინაგან სამყაროს ფლად არ დაიმსგავსებიან, რაღაც პენჩი ორივე, მაგრამ უფრო შინაგანი სამყარო. და რა თვისება გქონდა, რის გამოც შეგიყვარდათ? საინტერესო კითხვა. არ ცდილობს რომ იყოს ვიღაც რა, რაც არის, ეგ არის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ბუნებრივია. კი, როლს არ თამაშობდეს რაღაცა. ასეთი? ჩემი ბიჭი მომწონს. როგორია თქვენი ბიჭი? რაველამაზია. ოკეი, ვიზუალი მარტო? არა. რა თვისებები აქვს, რის გამოც მოგწონს, ან გიყვარს? ჭკვიანია და საყვარელი და მზრუნველი და კიდე? რა ვიშრომის მოყვარე და რა ყველაფერი, ყველა დადებითი თვისება შეიძლება რომ ბიჭს კონდეს აქვს, ჩემი აზრით. ვიზუალი უფრო მნიშვნელოვანია თუ შინაგანი სამყარო თქვენთვის? ჩემთვის შინაგანი სამყარო, თუმცა ადამიანმა რო ყურადღება მიიქციოს, პირველეს ყოვლისა ხო ვიზუალიც უნდა კონდეს მიმზიდველი, მაგრამ მერე გაცნობის შემდეგ შინაგანი სამყარო უფრო მნიშვნელოვანია. გასაგებია და თქვენ როგორი გოგონები მოგწონთ? როგორია თქვენი გოგო? ულამაზეს და უჭკვიანეს. როგორი ბიჭები მოგწონთ? როგორიც მყავს ალბათ. და როგორი ყავთ? პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ადამიანი და პიროვნება რა. სხვა რა არ ვიცი, რა ვთქვა, ესე გარეგნული თვისებებით ვერ ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ ადამიანი მართლა ერთი შეხედვაა რა, ერთი წუთია და მერე უკვე სხვა ყველაფერი და ასე რომ მეუღლე მყავს, ვიტყვი რომ ქართველი კაცი როგორიც უნდა იყოს, ისეთი ალბათ. რომელი თვისების გამო შეგიყვარდათ? პირველ რიგში პატივისცემა ქალის. დიახ, ალბათ ამ მიზეზით, რომ ძალიან დიდი პატივისცემა დამანახა ჩემს მიმართ. და თქვენ როგორ გონიათ, თქვენ რატომ შეუყვარდით მას? ვფიქრობ, რომ ბოროტი არ ვარ. ყველა მიყვარს და აქედან გამომდინარე, ხედავს ჩემში ამ თვისებას დარწმუნებული ვარ, რომ სამყარო მიყვარს და სიცოცხლე მიყვარს. როგორი ბიჭები მოგწონთ? გააზრებული ადამიანები რო არიან და სხვების ფიქრებს, აზრებს რო ითვალისწინებს და რომელიც დაკავშირებული კი არა. ღმერთთან საუბრობს ხოლმე და არის ქრისტიანი. გასაგებია. ვიზუალურად როგორ უნდა გამოიყურებოდეს? ვიზუალს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე პირადად უფრო პუტკუნა ბიჭები მომწონს, მაგრამ არა უშავს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ იყოს ქრისტიანი. ყველაზე მნიშვნელოვანი არ აქვს, მაგრამ ჩემთვის უფრო ჯობია რომ ქრისტიანი იყოს. ზრდილობიანი, პატივს როს სამს გოგოს, ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი. და ვიზუალურ მხარეზე რას გვეტყოდით? ვიზუალურ მხარეს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ პირველი შეხედვით შავგვრემანი ბიჭები მომწონს. და ითავსროულიან რა ჰიგიენურები. რა თვისება უნდა გქონდეს ერთი რომ აირჩიო ადამიანს რომ ძალიან მოგეწონოს? ჯელტვენი უნდა იყოს. მე მიყვარს დროს რომ ითმოვე რაღაც პონჩი. დროს რომ გითმობენ და როგორ გონია დეფიციტია დღეს მსგავსი ბიჭების? და კიდე ერთად რამოდენიმე გოგოს რო არ წერენ. ასეთი შეგვხოტრია? ძალიან ბევრი. ზედმეტად ძალიან ბევრი. აი რას აფასებ რომელ თვისებას ყველაზე მეტად ბიჭში? ანუ ყურადღებიანი რო არის. ეგ მიყვარს ყველაზე მეტად ბიჭში, იმიტომ რომ ჩემთვის ანუ რავი ურთიერთობა არა, ანუ არ იქნება ყურადღების გარეშე რა. და ალბათ
ერთგული უნდა იყოს, როგორც მივხვდი. რა თქმა უნდა. თუ ახლა ურთიერთობაში ხარეთ თან და მე 5-6 გოგოს წერტად, როგორი ბიჭები მოგწონთ? რავი, შავგრემანი. გარეგნობით, მხოლოდ გარეგნობა. თქვენ რითაც აფასებთ? რაც უფრო თქვენთვის მნიშვნელოვანია. ნუ ჯერ გარეგნობა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე გაჩნია ტიპაჟს, რა თქმა უნდა, როცა ურთიერთობაში შევდივარ. უფრო მეტად გარეგნობა, ანუ მეორე ფლანგზე გადადის ხოლმე, მთავარია როგორი ტიპაჟია რა. და როგორი ტიპაჟი მოგწონთ? რავი, ანუ ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს და მზრუნველი. და შავგრემანი, რა თქმა უნდა. და შეყვარებული ყავთ. ყურადღებიანი და მზრუნველია?